ბატონო თედო აი მას ბატონო თედოს გარდა დავალება აიღო ნომაში და მე არ ვიყო დასრულებული მე არა ვარ დასრულებული კიდევ ვიდა ყველა დასრულებული იყო ჩვენი განცხადების დამხმარებელი არა ვარ იყო თუ არა თქვენ არა ვარ ჩვენ მოწვეულები მანდატები წავიღეთ კი არა აი ესა ვიღაცა არ გამოიყენოს საპირისპიროდ მიწვეულებიცა ვარ არა თქვენზე არ ვიძახით შეიძლება ვიღაცა ეს გამოიყენოს საპირისპიროდ მიწვეულებიცა ვარ ყველაფერი უბრალოდ მე ხდება ხომ იგნორირება რომ 50 წლის კაცი ვარ და წმინდა წყალზე დავიბატი არის უბანი ასეთი გავიზარდე უბრალოდ იმას რო ვერ გააკეთებ რომ უბანზე ზონის კოორდინატორი კი რა უბრის კოორდინატორად სადაც დავიბატე და გავიზარდე იქ რო არ მიმიღეთ მოდი ესე გავაკეთოთ რა ესე გავაკეთოთ ეს როგორ მომისმო დიახ ბატონო ხო გჯერავს შენ კი მორჩა ხოდებს აღარ შემიქმნა პრობლემა დანარჩენს ვერ მოხედავ შენ რა ისა რა პრობლემა იყო ისა ბატონ გიორგი რა პრობლემა იყო როგორც ქართულად ცნებას ეკადრება და როგორც ძველი ჯარისკაცებს რომ შევდავკნათ ბატონო იგნორირებთ არა ბატონ კახის გვარო გამოვადა შეფრები აი ეს ხარ აღარ შემოვა მაშინ და კახა მანდატები გვაქვს და არ შემოვა მანდატები გვაქვს კი შემოდეთ არა არ შემოვა არა მანდატები მანდატები გვაქვს შეულები გვაქვს ავაი მე რო ქმნეთ რა იმას 1000 ეკი რა რაც მოვილაპარაკეთ კი ბატონო ამდენი კამერა მოვიძებდი რა ვქნათ თუ გკითხე ეგრე არ გავა ეს მოვიდა დავქნათ მე ის მოვიდა ია დავქნათ კიდე მეკითხე ერთის გავითვალის ბატონო გია აგვიჭირდება ამ კანდიდატები გაგვიჭირდება ჩვენ უბრალოდ შევზამდი და ვისაიჩერე ძიუროში შეეკითხე სად იყვნენ 2012 წელს ის ხალხი და გაიგებთ რა ხდება და დანარჩენს აღარაფერი რა გავაკეთოთ ერთი კიდე ვის ტელევიზორში ვიდაოდა ეხლა ერთმანეთს აღარაც გამარჯობა პარტიას დაუძმე მე გვერდში მეტი არაფერი ხალხის კატეგორია ვარ კატეგორიულს ნაციონალურმა ციხეები მოგვახდა პირადად ჩემი თამადობით და უბრალოდ არავინ არაფერს არ გვეკითხება რა მოხდა თვითონ მოგეხმარო დაფუძნებლები პარტია სიყვარავი ეს იმიტომ რომ ჩვენივე მხრებით მოდანილი დაგვართვის საბა ისევ ის ხალხია ქუჩაში დარჩენილი ვინც წინა ხელისუფლებს ანალოგ აბსოლუტურად არ შეცვლიდა შუშა წადი ეხლა შადი ჯერა სამართლიანობა იზეიმეს დიახაც ჩაოლებრივი პროტესტის გრძნობა მაქვს იმიტომ რომ ძველებს არანაირი ბერკეტი არ გვაქვს და სანამ არ დავინახავ ის თვითმეული აქტივისტი ვინც ქუჩაში დარჩა და აქ შესვლის უფლებაც არ აქვს რომ თავისი მხრებით მოტანილი უბრალოდ რომ კონფერენციაზე დაესწრო საბა ჩვეულებრივი პროტესტი მაქვს იმიტომ რომ ბოლომდე ვარ ერთგული იმ გზისა იმ ჩვენი კეთილი მომავლისა რომელიც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა და გავყევით ჩვენ რა უნდა წაიკითხა? რა უნდა ის თქვენი განცხადება უნდა წაიკითხა? გითხრეს ხო? ყველა რო შევხვდეთ ყველაფერი გაიაროთ და როგორი ბატონი მე ვარ თქვენ გვერდზე და ვარ თქვენ ციცოეთ არავის არ მივატოვებთ. დიდი მადლობა. მოისმინეთ თავმჯდომარის განცხადება, ყველა იქნება თქვენ გვერდით და ვაკეთებთ ერთ საქმეს, ქართულ საქმეს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ქართულ ხალხს. ბატონო ხალხო, ჩვენმა განცხადება და ირაკლი განცხადება მოხდა დიდი სტილით. ჩვენ აღარაფერს მახსენებია ბატონო. ჩვენი ნამდვილი დამფუძნებელი, რომელსაც ღედაღავე დაგერთ. ხვალ. ალბათ ოკნოსთან რო შევხვდეთ და ყველაფერს გავუვლით ბატონო. ის კატეგორია თქვენ გვერდზე ვდგევართ, არსად გასვლას არ ვაპირებთ, არსად წასვლას არ ვაპირებთ. ეს კატეგორია არ უნდაჩეს. ძველი ნამდვილი ხალხი. ხელით არ გულიარ გაიტანა ყველაფერი ხდება ისე როგორც ბატონო გიორგის გვერდზე გვიგია და ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც ალბათ თქვენიც ქუთაისის ყოფილმა პროკურორმა მანქანა გაგვიწოდა კონტროლს აიყვანა ჩვენი საქმე. ეხლა არის სამტრედის პროკურორი. და პრობლემა მანქანა თუ გაასრულა უცხო ადამიანი. ჩვენ თავარ მიზანს შეადგენს ძლიერი პარტიული ორგანიზაციის შექმნა სოფელში, ასე რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული. იმედია შევძლებთ გავაერთიანოთ პარტიის ყველა წევრი, ასევე შემოვიყვებით დიდი რაოდენობით მხარდამჭერები და აქტივისტები.
ღირსეული ძლიერი ორი საოლქო ორგანიზაცია. გარკვეული ჯგუფი უკმაყოფილებლად გამოთხოვეს შეხვედრა კავშირთან. ხარსებობს რა თქმა უნდა პატარა გაუგებრობა და როდესაც მარტიაში არის ჩვენ დაახლოებით 1300 წელი περიცნება უბრალოდ ვარაუდობთ რომ ყოველთვის იქნება რაღაცა პატარა გაუგებრობა მაგრამ პრობლემა არ არის იმდენად ღრმა არამედ ცდილობენ ის წარმოჩენას ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთობლივად იმ ხალხთან შეთანხმებით რა თქმა უნდა ამ პრობლემას დავწილებთ გადავლახავთ და ეს შედგება ჩამოყალიბდება გაცილდება ორი საოლქო ორგანიზაცია თქვენ ალბათ დაინტერესდებთ 6 წევრი თქვენ გადაწყვეტილება როგორ ხდება. ასე იყო აქამდე იყო 5 წევრი ბიუროსი თავმჯდომარის ჩათვლით. ახლა პოლიცია საბჭომ მოხდა რეკომენდაცია რომ აგვარჩიონ 6 წევრი ბიუროსი თავმჯდომარის ჩათვლით და მეშვიდე ხმა სავარაუდოდ ექნება ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის. თუ გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება ის მეშვიდე ხმა, თუ კი პრობლემა გამოსავალი კი არ იქნება. თუ კი ხმები გაიყოფა რაღაც შემთხვევებში. ამ შემთხვევაში არა, საერთოდ ექნება ხმახმის უფლება ექნება ბიუროში ახალგაზრდულის თავმჯდომარის. და თუ კი ის არ იყო არჩეული, როგორ შეიძლება რომ ბიუროს წევრი იყოს? ახალგაზრდულის თავმჯდომარე არ არის არჩევითი, ასე არის დანიშნული თანამდებობა, ჯერჯერობით ძველი გააგრძელებს მუშაობას, მე არ ვიცი თავმჯდომარე როგორ გადაწყვეტს, ოღონდ არა ერთპიროვნულად არ წყვეტს თავმჯდომარე, ამას ბიუროსთან შეთანხმებით უწყვეტს რასაკვირველია. მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. არ არის ჯერ გადაწყვეტილი, ჯერჯერობით აქტივის კოორდინატორიც, ოფის მენეჯერიც, ახალგაზრდულის თავმჯდომარეც, ანუ ის მე ჩამოთვალე ახლა ის დანიშნული თანამდებობები რაც არის საოლქო ორგანიზაციაში, ჯერჯერობით აგრძელებენ მუშაობას. შესაძლებელია ისე ისინი დარჩნენ, მე არ ვიცი, ახლა აღარ ვარ ბიუროს წევრი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს.